მოგესალმებით თამარ. ამას არანაირი ახსნა არ აქვს, ამას არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს, ამას არანაირი პრაგმატული პოლიტიკური ახსნა არ აქვს. არა მხოლოდ ჩვენთვის, ნეიტრალური ადამიანებისთვის, ბიზნესთან დაპირისპირებული ადამიანებისთვის, თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვისაც არ აქვს ახსნა. ბიძინა ივანიშვილის ხარდაჭერებისთვისაც არ აქვს ახსნა. ერთადერთი რაც მოხდა, გუშინ წინ ივანიშვილი, გახსოვთ თქვენ მივიდა მოსწავლეთა ახალგაზრდულ სასახლეში, ჩიტაძის ქუჩით ჩავიდა, შევიდა შენობაში, სადაც მოსთხოვა საკუთარ ხალხს 6 მე დაღიარება და იქიდან გამოსულმა უკვე ექთიმიზებულმა კორონაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ეტყობა დაინახა ეს საკნები მეორე დღეს კალაძე კახამ გააკეთა რაღაცა განცხადება რომ ბიძინა და 6 მე ანუ ატოშანი არ აღიარა ბოლომდე და როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა მიიღო აი იქ სახელდახელოდ და არა წინა დღეს იქ მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს კარვები აიღო კახიკალაძეს და კახიკალაძე როგორც კორუფციაში გასული ამოთხრილი ადამიანი ვეღარ უწევს საერთოდ ვერანაირ წინააღმდეგობას ამ გაგიჟებულ ვითომ პოლიტიკოს ივანიშვილს და იძულებული გახდა გაეკეთებია ის რაც გააკეთა კახიკალაძე იძულებული გახდა ხახდო 31 ანუ კახიკალაძეს არ უნდოდა ბატონიკა თქვენ ასე ფიქრობთ და ბიძინა ივანიშვილმა აიძულა რომ აი ამფასად და ასეთ ფორმით რა თქმა უნდა რა 200-ზე არ არსებობს ჯერთვის მოდით ეხა თქვათ სიმართლე რა ეს ადამიანი კალაძე 3 თვის განმავლობაში ამით ამაყობდა მილანში მიფრინავდა მოფრინავდა ნაზვის ხეს რაღაც განათებებს არჩევდა მილიონებს ამაში ხარჯავდა მილიონი ხეში გადაიხადა და თუკი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარლამენტის ყველაზე მთავარ ადგილას ქვეყანაში და რა თბილისში აპირებდა რაიმეს დადგმას იმ ახალი წლის ანუ ნაზვის ხეს დადგამდა მილიონი რო გადაიხადა პარლამენტის ჩვენ ნახეთ რომ შარშანაც აპირებდა თბილისის მერია მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გადაიფიქრეს და დადგეს სხვა ადგილზე და მახაზმა ჩალიკაშვილი იქ იყო შარშან რუსთაველს ყველაფერს თავი დავანებოთ თამარ რამხელა კონტრასტია ხო აი აქ მილიონები გადახდილი ამ ნაზვის ხეში განათებებში არ ვიცი სხვადასხვა რაღაცა ფორმისა და შინაარსის განათებები და რაღაცა შეკვეთილიდან იმინა კვარიათიდან ჩამოტანილი საზაფხულო აკვაპარკის სასრიალო კამერის ტენტის რომელმაც რამდენიმე საათი ვერ გაძლო და ჩაიფუშა დიახაც ეს ხო კიდევ უფრო ამყარებს ვერსიას რომ ივანიშვილმა სახელდახელოდ უთხრა კალაძეს დედას გიტირებ ეს აყარეო და კახიკალაძე რომელიც მართლა გასულია და თელმა თბილისმა ვიცით რომ ფულის კეთების გარდა ეს ადამიანი არაფერს არ აკეთებს და არავინ არ დაიჯეროს რომ იცით რა ადამიანი შეძლებული იყო ჯერ კიდევ ფეხბურთს თამაშობდა რომ ნოღაიძეთან ერთად ფული შოვნა უნდა და არსენალის მთაზე უბრალოდ ვალდებულებები ვერ შეასრულა და ეს არის ადამიანი ხო და არ გაგიკვირდეთ ადამიანი როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს დაარბიეს მოსახლეობა ხო ხელისუფლებამაც კი აღიარა სააკაშვილმაც კი აღიარა და თქვა რომ ეს არ უნდა გაგაკეთებინა და გადადგა და კახიკალაძე 2007 წლის 7 ნოემბერს სატელეფონო ჩართვით ერთვება რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში და ინტერვიუს იძლევა და ხალხს გმობს და ხელისუფლებისკენ არის აი ესეთი მედროვე ადამიანი არის აი ესეთი აი ღირსება დაცლილი ადამიანი არის დიახაც ჩემის ღრმაწმენით აი ესეთი გოიმი ადამიანია და სიგოიმეში რას გულისხმობ იცით სიგოიმეში გულისხმობ იმას რომ ის კი არა რომ განათებები ლამაზია მაგრამ ფულს რო აკეთებ ნაზვის ხეში გოიმი ხარ პირველ რიგში და მე ხარ კორუმპირებული დამნაშავე ხარ მილიონებს განათებებში ხარჯავ გოიმი ხარ და იმ ადამიანს მაგონებ აი უცბად რო ფულს იშოვი და მაღაზიაში ბრენდულში 20-ჯერ მეც რო გადაიხდი რაღაცა მაისოში როდესაც გვერდით მაღაზიაში შეგიძლია შეხვიდე და უფრო მოხდენილად ბევრად იაფად იყიდო ამიტომ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს ამ ადამიანს 31 დეკემბერს თამარ თენგიზ ტიტოვანმა და ჯაბა იოსელიანმა კანონიერ ხელისუფლებას ცეცხლი აღარ ესროლა გესმით ჩემი დიახ
დიახ ბატონიკა ალო არის რომ როგორ გაგრძელდება აი ეს 31 დეკემბრის ბოლო საათები დიახ როგორ მორატორიუმი გამოცხადდა მეთქი ვიფერი გაწყვეტა მორატორიუმი გამოცხადდა სროლაზე 31 დეკემბერს და მე ძალიან კარგად ვიცი იმიტომ რომ იქვე დავიბოდე გავიდე ჭოქაძის ქუჩაზე და 10 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს 91 წლის 31 დეკემბერს სროლა შეწყდა აღნიშნეს ახალი წელი და სამწუხაროდ 2 იანვარს კვლავ განაგრძეს დაბომო კანონიერი ხელისუფლების და ინზინა ივანიშვილმა მარტა გაგიჟებულმა პანტალონებში გაგიჟებულმა ადამიანმა რომელიც ითხოვს საკუთარი გუნდის წევრებისგან 16 აღიარებას და ედრება ადამიანს რომელმაც არ ვიცი მე თხა იყიდა მართა და თხის წყალობით შევინარჩუნა ყველა განძი ავალდებულებს საკუთარ მინისტრებს, მერებს, არა მხოლოდ უბრალოდ აკეთოს ეს სისულელეები, რაც გუში გააკეთებიეს, შუქტალი მამის კარავი რომ დაარბიეს, არამედ 16 მაღიარეთო თან. ბატონიკა, თუ გესმით ჩემი. ეს არ არის ჩვეულებრივი, ეს არის გაგიჟებული ადამიანი. ეს დიახ მესმის. დიახ ბატონიკა, ჩვენ ხედავთ რომ 31 დეკემბერს კიტოვანისგან განსხვავებით არ ჩერდება ჩვენი ხელისუფლება, მართალია არის სვრის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის სპეცოპერაცია რაც ნახეთ გუშინ, მართლა შეურაცხმყოფელი იყო მინიმუმ ყველასთვის. როგორ ფიქრობთ, როგორი წელი ექნება ქართულ ოცნებას 2020 აი ამ ფონზე, როგორც ის ატარებს თუნდაც წლის ბოლო საათებს და როგორი იქნება ის საქართველოს მოსახლეობისთვის? მე ვარაუდობდი რომ საახალწლო დღეები ან საზეიმო დღეები იქნებოდა მნიშვნელოვნად ხანმოკლე ვიდრე ყოფილა მაგრამ შეეცვლა პრაქტიკულად ახალი წელი როგორც ასეთი საზეიმო დღეები საერთოდ არ გვექნება და ეს ის შემთხვევა არ არის და მინდა ძალიან კარგად გავიაზროთ ისიც რა ხელისუფლებას გაზდის და აკეთებს ხო ამაზე დიდ სისულელეს ამაზე დიდ უგუნურობას ხელისუფლება საკუთარ თავს გუში ვერ გაუკეთებდა 1% სარგებელიც არ არის. ეხა ეს კალაზე იძულებული უნდა იყოს გამოვიდეს და ამართლოს გაუმართლებელი და თქვას აი აქ მილიონები რო დავხარჯე ეს 3 თვით ადრე დაგეგმილი მქონდა აი შეკვეთილი და გონიოდან აკვაპარკის აი სასიელო რეზინის ტენტის უნდა ჩამომეტანა 3 თვით ეს დამაჯერებელი იქნება და დამედგა შუაგულ ცენტრში არაფერი ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი ან აღიარებს არჩევნების შედეგებს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის გაკოტრებული, გაბანკროტებული, ამას რო აკეთებს ეს ადამიანი, აბა ეხლა რა არის? ხახდო, ჭუი და გადასული არის და პანიკურში შეს, აყოლილი ადამიანი არის. და დიახაც ენის მოცეფის გარეშე ბიძინა ივანიშვილმა სათავე დაუდო უკვე მის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილმა დაუდო უკვე რევოლუციური პროცესების განვითარებას. რევოლუციური პროცესები ვითარდება. მის წინააღმდეგ დიახაც რევოლუციური პროცესები ააბუყბუყა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში სადაც გუში თქვენ სიუჟეტში ნათლად გამოჩნდა ხახნო 2019 წელს მიმდინარე წელს 27000-მა ადამიანმა ანაზღაურებადი დონორის ფუნქცია შეასრულა და სისხლი ჩააბარა 400 გრამი იმიტომ რომ 35 ლარი სახში მიეტანა კი, ნამდვილად ძალიან ძიმე წელი იყო ბატონიკა საქართველოს ანაზღაურებად დონორებზე მაქვს საუბარი გუშინ სიუჟეტი ესეთი ძიმე სიუჟეტი თქვენ არ ქონიათ მე მგონი მიმდინარე წელს და არა უბრალოდ უანგარო დონორებზეა საუბარი და რამდენი ადამიანი თურმე ყოფილა მსურველი სისხლი ჩაებარებია და შოკოლადის ფილა მოიტანა შვილისთვის და შვილიშვილისთვის სახლში ოჯახში მაგრამ უარი უთხრა ეთქვათ იმიტომ რომ წონა არ ქონდა შესაბამისი 50 კილოგრამზე ქვემოთ ადამიანებს არ ეძლევა თურმე შესაძლებლობა სისხლის ჩაბარების აი ამ ქვეყანაში მილიარდერი ადამიანი რომელიც ცდილობს რომ ეხა აღიარება მოაპოვებიოს საკუთარი ასე ვთქვათ მილიქონელებს 16 თაყაიშვილის ხო? ხახდო აი ამას კადრულობს ლარად იტაცებს ადამიანი საუკეთესო ტერიტორიებს თბილისში ბოტანიკური ბაღის ჰექტრობით ტერიტორიას უერთებს საკუთარ საკარმიდამოს იქ რაღაცებს აფეთქებს და სპილენძი და ოქრო დედამიწის ქერქი რო ააძრო და ჩაძრა შიგნით და ამოაკ ფული აი ამაზე საუბარი აღარ მინდა და აი ესეთი ადამიანი ბედავს და 16 რაღაცა გამოექვთიმებული უკვე ბიძინა ივანიშვილი ხო ედრება და აიძულებს საკუთარ განათლების მინისტრს და პარტერიდან სცენაზე ეძახის რომ აი ესე შემაქეო ასე შემაქეო როგორ იქნება და თქვი უკვე თამარ
დიახაც რევოლუციური პროცესები ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო უკვე. ეს გიჟის გაკეთებული არის, პოლიტიკური გიჟის გაკეთებული რაც გუში გააკეთა. ვერც ერთი ქართული ოცნების ბატონიკა, ეს რევოლუციური პროცესები იცით თქვენ რომ ხელისუფლების მიერ მეტია ფული შოვნა უნდა ამ ხალხს. ბატონიკა. არა ბიძინაც არ აინტერესებს მის ქვეშენდობებს რა. რაც უფრო მეტი დღე იქნება ბიძინა ივანიშვილი, მით უფრო აწყობს იქ კომერსანტებიღა დარჩა ხო ქართულ ოცნებას პარლამენტში აწყობს, იმიტომ რომ ბევრ ფულს უშოვის უფრო. ბატონიკა, არ გესმით ჩვენ? წალეკავს ეს ტალღა, დემოკრატიული ტალღა, საპროტესტო წალეკავს ბიძინა ივანიშვილს. ამას ვუხსნით გუში მაღალჩინოსებს, იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც რას აკეთებთ, თქვენ წარმოდგენა გააქვთ? წარმოდგენა გააქვთ ან ხდებით? და ხდებოდეს კარგი, ნახოთ ბატონიკა, დაველოდოთ როგორ იქნება 2020 წელი.